მსოფლიო ნავთობის მეხუთედის გამტარი ჰორმუზის სრუტის ბლოკირება და მსოფლიო ბირჟებზე არსებული გაურკვევლობა სხვა ქვეყნებთან ერთად მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოსაც. ბენზინის საშუალოდ 40 თეთრით გაძვირდა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საწვავის იმპორტი ჰორმუზის სრუტის გავლით არ ხდება, გაძვირებულია საოპერაციო ხარჯები და საომარი რისკების დაზღვევა, რაც საწვავის ქართულ ბაზარსაც ურტყამს. უკვე შემცირებული ადგილობრივი რეზერვები საწვავის გაძვირების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. Როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ფასების სპეციალისტების შეფასებით ეს უმეტესწილად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებაზეა დამოკიდებული. თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, არ არის გამორიცხული ბარელი ნავთობის ფასი $200-მდე გაიზარდოს, რაც საწვავის გაძვირებასთან ერთად ეკონომიკის ყველა სექტორზე უარყოფითად აისახება. გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის ფონზე ბოლო ერთ თვეში საწვავი საქართველოშიც მკვეთრად გაძვირდა. მარტის დასაწყისიდან მოყოლებული ყველაზე მოთხოვნად რეგულარის ტიპის ბენზინზე ფასმა საშუალოდ 40 თეთრით, ხოლო დიზელზე საშუალოდ 65 თეთრით მოიმატა. ნავთობიმპორტიორები და რეალიზატორები მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ. მათი თქმით, მარტში კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ მარაგები, რამაც საწვავი არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად გააძვირა. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ თუკი გლობალურ ბაზრებზე ვითარება არ დასტაბილურდა, მოსალოდნელია ნავთობპროდუქტების კიდევ უფრო მეტად გაძვირება. გაძვირება ამ მარაგების გამო იმ მასშტაბით და ისეთი სიმძაფრით არ მოხდა და კიდევ კარგი რომ იყო არსებობდა ეს მარაგები და ამან მოხდა შესაძლებლობა რომ ნელ-ნელა ყოფილიყო დაწყებული გაგრძელებულიყო ეს პროცესი მატების. ჩვენ უკვე ნელ-ნელა შევდივართ იმ ფაზაში რომ უკვე მარაგების გაყიდვა კი არა, ალბათ ახალი შემოტანილი პარტიების გაყიდვა დაიწყება. და ცხადი ეხლა უკვე ახალი ფასით ნაყიდი საქონელი გაცილებით ძვირია. მოკლე პერიოდში რაღაცა სერიოზული არგუმენტი და საფუძველი იმისა, რომ ის სწრაფად უკეთესობისკენ შეიცვლება, ამის განცდა არ მაქვს. ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვართ და კიდევ ქშველის კიდე ჩვენ გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი ქვეყნის, ამიტომ რომ გვაქვს ზღვა, გვაქვს სახმელეთო საზღვრები და გვაქვს ახლო-მახლო, ესე ვთქვათ, სანავთობო ქვეყნები. ფასებს რა ეშველება და მოგების პროცენტული მონაცემები კომპანიებმა მცირედით მაინც თავისი ხალხისთვის, თავისი მომხმარებლისთვის, თავისი ქვეყნისთვის უნდა შემცირდეს. ასევე უნდა ცოცავი გრაფიკით უნდა ბუნებრივია შემცირდეს ესე ვთქვათ ბენზინზე და საერთოდ ნავთობპროდუქტებზე აქციზური გადასახადები. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გლობალური ენერგეტიკული ბაზრების მკვეთრი რყევა გამოიწვია და ნავთობის ფასი დღემდე არასტაბილურია. მაგალითად, თუ გუშინ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $120 აღწევდა, დღეს ის $100 ფარგლებში მერყეობს. ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტე, საიდანაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის, ფაქტობრივად პარალიზებულია. მართალია საქართველო ამ სრუტის გავლით ნავთობპროდუქტებს არ იღებს, თუმცა არსებული შეფერხება ზოგადად ზრდის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯებს. ამასთან იზრდება საომარი რისკის დაზღვევა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში კი საერთაშორისო ბირჟებზე პროდუქტს აძვირებს. ანალიტიკოსების აზრით, თუ კი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდება, შესაძლოა ნავთობის ფასმა $200-საც მიაღწიოს. მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასი გაზრდილია დაახლოებით 60%-ით კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე და დაახლოებით $110 ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება პროგნოზებს, ამ ნაწილში ანალიტიკოსების მოსაზრებით შესაძლოა თუ კონფლიქტი გახანგრძლივდა $120-150 ფარგლებში ველოდოთ ნავთობის ფასს მომდევნო კვირების განმავლობაში, ხოლო ექსტრემალურ შემთხვევაში შესაძლოა $200-საც მიაღწიოს ნავთობის ფასი. შედარებით გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება სპეციალისტებს უჭირთ, თუმცა ერთ საკითხზე ყველა თანხმდება. როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში ნავთობზე ფასების დასტაბილურება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში.